მოგესალმებით. დღეს ჩვენ ერთგვარად ჩაუღრმავდებით ძალოუფლების იმ მექანიზმებს, რომლებიც ისტორიულად როგორც ჩანს, სულ აქტუალური იყო. და მოდით დავფიქრდეთ. იქნებ სამყარო მართლა უფრო სტრატეგიაზეა აგებული ვიდრე რაღაც აბსტრაქტულ სამართლიანობაზე. და იქნებ ძალოუფლებაც, აი არაიმდენად ფიზიკურ სიძლიერეში, რამდენადაც მის აღქმაში იმალება. დიახ, საინტერესო კითხვებია. ჩვენ ვეხებით იდეებს, რომლებიც განსაკუთრებით მკაფიოდ რენესანსის ეპოქაში გამოჩნდა. საკმაოდ მღელვარე პერიოდი იყო, ხომ გახსოვთ, როცა ინტრიგა, სტრატეგიული სულები, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი იყო. და დაკვირვებები აჩვენებდა, რომ ლიდერები ხშირად მარცხლებოდნენ არა იმდენად მორალური, ცოდვების გამო, არამედ სტრატეგიული შეცდომების გამო. ზუსტად, სტრატეგიული შეცდომების გამო. მაშასე, მოდით ვცადოთ გავიაზროთ ძალოუფლების ეს ხშირად მართლა დაფარული დინამიკა, როგორ მუშაობს ის სინამდვილეში. მზად ხართ? მაშინ პირველივე თემით დავიწყოთ. განზრახვების დაფარვის საჭიროება. როგორც ჩანს, ყოველთვის პირდაპირობა არ არის საუკეთესო გზა, ხო? კი, ნამდვილად. იმიტომ რომ როგორც კი ვთქვათ, შენი მოწინააღმდეგე ხვდება რა გინდა სინამდვილეში, ის ეგრევე იწყებს ფიქრს, როგორ დაგიბლოკოს ეს გზა. ამიტომ ძლიერი მოთამაშეები ხშირად იყენებენ ამ, ბუნდოვანების ხელოვნებას. შეიძლება ბერს ლაპარაკობენ, მაგრამ არსებიც არ ამხელენ. ეს უბრალოდ ტყუილი არ არის, ეს უფრო უნარია, რომ იყო წაუკითხავი. თითქოს ღია ხარ, მაგრამ სინამდვილეში? კი, თითქოს გამჭვირვალე ფარდის მიღმა ხარ, მაგრამ შენი რეალური გეგმები, ზრახვები სულ სხვაგანაა, დაფარულია. ისტორიაშიც არის ხომ მაგალითები, ერთი მმართველი, რომ მეთოქეებს თითქოს მეგობრულად ეპატიჟება, უსაფრთხოების ილუზიას უქმნის. და მერე ანადგურებს. ცივი გათვლა. აბსოლუტურად. კალკულაცია, საფრთხის განეიტრალება, სანამ მის რეაგირებას მოასწრებს. გასაგებია. ეს მართლა ცოტა არ იყოს ცივი მიდგომაა. მოდით გადავიდეთ სხვა, ალბათ ყველაზე ცნობილ და საკამათო იდეაზე. სჯობს ეშინოდეთ, ვიდრე უყვარდეთ, თუ ორივეს ერთად ვერ აღწევ. ეს ბევრს აღიზიანებს ხოლმე, როგორ გავიგოთ ეს დღეს. სისასტიკეზეა საუბარი. არა. აქ ნიუანსია თავარი. რა თქმა უნდა. საუბარია არა პირდაპირ ტერორზე, არამედ ასე ვთქვათ კონტროლირებად შიშზე. ანუ რეპუტაციაზე, რომელიც გარკვეულ პატივისცემასაც იწვევს, მაგრამ სიფრთხილესაც. იმიტომ რომ სიყვარული ხომ ხვდებით ცვალებადია. დღეს უყვარ ხარ, ხვალ შეიძლება აღარ. სხვის კეთილგანწყობაზე ხარ დამოკიდებული. მარტალია მყიფეა. კი, მყიფეა. შიში კი ამ კონტექსტში უფრო საზღვარია. სიგნალია, რომლის გადაკვეთას უბრალოდ შედეგები მოყვება. ლომს ხო არ ჭირდება სულ ღრიალი, რომ მისი ძალა აღიარონ. ხანდახან მისი დუმილით საკმარისია, რომ სხვებმა ანგარიში გაუწიონ. ანუ ძალის დემონსტრირებას იმშვიდით. დიახ. ერთგვარად, რაც სხვებს აიძულებს, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ შენს წინააღმდეგ წავლენ. გასაგებია ეს სტრატეგიული ლოგიკა, მაგრამ მუდმივი შიში ხო არ ქმნის ფარულ წინააღმდეგობას. ისტორიაც ხომ გვიჩვენებს ამას ზოგჯერ. რა თქმა უნდა, უკონტროლო შიში და სისასტიკე ძალიან სახიფათოა. ეს ხშირად მარცხით მთავრდება. აქ ბალანსია მთავარი. შიში, რომელიც ესაზღვრება პატივისცემას და არა სიძულვილს. და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი შემდეგი პრინციპიც. გარეგნულად იყავი სათნო, მაშინაც კი, როცა სტრატეგიულად შეძლება სულ სხვაგვარად მოქმედებ. ესეც ხომ აღქმის მართვაა? ერთგვარი მორალური კამუფლაჟი, ანუ კეთილშობილი, პატიოსანი, სამართლიანი, ყოველ შემთხვევაში ასე უნდა ჩანდე. დიახ, რადგან აღქმა ხშირად ქმნის რეალობას, თუ შენი საჯარო სახე დადებითია, ადამიანებს გაუჭირდებათ დაიჯერონ, რომ კულისებში სხვა თამაშს თამაშობ. ეს არის ნიღაბი, რომელიც საჭიროა გადარჩენისთვის, გავლემის მოსაპოვებლად. ისტორიაშიც ბევრი წარმატებული ფიგურა ფაქტობრივად შესანიშნავი მსხეობი იყო. მათი სცენა კი იყო პოლიტიკა, სამეფო კარი, ბიზნესი. ხო, საუბრობენ ერთობაზე, სამართლიანობაზე? კი, კეთილდღეობაზე, მაშინ როცა რეალურად შესაძლოა სულ სხვა, საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. ეს უკვე გვაახლოებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემასთან, ნარატივის კონტროლთან. თითქოს დღეს ძალაუფლება უფრო სიტყვებით, ამბებით მოძრაობს, ვიდრე ხმლით, არა? ზუსტად, ვინც ამბავს აკონტროლებს, ის დიდწილად აკონტროლებს რეალობის აღქმასაც.
ეს არ ნიშნავს პირდაპირ ფაქტების გაყალბებას ყოველთვის, უფრო მათ მნიშვნელობაზე, მათ ინტერპრეტაციაზე მუშაობას. აი მაგალითად, როცა სხვები მოქმედებენ, შენ შეგიძლია მათ ქმედებას დაარქვა სახელი, ვთქვათ, აგრესია ან შეცდომა. როცა შენ მოქმედებ, შენს ქმედებას აძლევ მიზეზს, ვთქვათ, ეს იყო აუცილებლობა ან პროგრესი. და ამ შენს ვერსიას ავრცელებ ძალიან სწრაფად, სანამ ოპონენტები რამეს იტყვიან. ეს არის სტრატეგიული კომუნიკაცია. შენ არ ცვლი ფაქტს, შენ ცვლი მის აღქმას. გასაგებია, ასე შეიძლება ისტორიაში დაპყრობაც გათავისუფლებად წარმოჩინდეს. დიახ, სწორედ ასე. და ბოლოს ამ იდეების ჯაჭვს თითქოს აგურგვინებს პრინციპი გაიმარჯვე მოქმედებით და არა არგუმენტით. ანუ საბოლოოდ მაინც შედეგი ლაპარაკობს. კი, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ძალაუფლება დემონსტრირდება, ის არ დეკლარირდება. სიტყვები, არგუმენტები, ბევრი ლაპარაკი ხშირად სისუსტის ნიშნადაც კი შეიძლება აღიქმებოდეს, თითქოს გამართლებას ეძებ, ან აღიარებას ითხოვ. ძლიერი მოთამაშე კი უბრალოდ მოქმედებს და შედეგს დებს. მეფე, რომელსაც სულ სჭირდება იმის მტკიცება, თუ რატომ არის მეფე, უკვე კარგავს თავის ლეგიტიმაციას, ხო? მართავია. შედეგი თავისთავად მეტყველებს, როცა სხვები კამათობენ, შენ მოქმედებ. როცა სხვები ხსნიან, შენ იმარჯვებ. მოკლედ ესაა. ძალიან საინტერესოა, როგორ შეიძლება ეს პრინციპები, რომლებიც საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა, დღესაც მუშაობდეს. თქვენ ჩვენო მსმენელო, როგორ ფიქრობთ? აი ამ იდეების ფონზე რამდენად ამჩნევთ მსგავს დინამიკას თქვენს გარშემო? დაფიქრდით აბა, როგორ მუშაობს აღქმის მართვა, ნარატივის კონტროლი, სტრატეგიული ქმედება, რომელიც არგუმენტაციაზე წინ დგას, იქნება ეს სამსახურში, პირად ურთიერთობებში, თუ თუნდაც მედიაში, რასაც ვხედავთ. ეს პრინციპები ხომ საბოლოო ჯამში ადამიანური ბუნების ანალიზია. დიახ, როგორც ვხედავთ, ძალაუფლების თამაში ხშირად ფარულ სტრატეგიულ დონეზე მიდის. იმის მიღმა, რაც ზედაპირზე ჩანს. ეს ანალიზი, ფიქრობ, გვაიძულებს უფრო კრიტიკულად შევხედოთ როგორც ისტორიას, ისე თანამედროვე პროცესებს. და ბოლოს, მინდა ერთი კითხვა დაგიტოვოთ დასაფიქრებლად. აი, რამდენად აქტუალურია ეს პრინციპები დღევანდელ სოციალურ მედიასა და პოლიტიკურ ლანდშაფტში, სადაც ერთი თვიტი ან სტორი ხანდახან წამებში ცვლის აღქმას და სადაც ნარატივი ხშირად ბევრად უფრო ძლიერი ჩანს, ვიდრე ობიექტური რეალობა. დაფიქრდით ამაზე.